ნონა ზუკაგიშვილი ერთ-ერთია პურის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები სამი ოჯახი და მის თავს სამშენებლო კომპანია ალიანსის მიერ დაზარალებულს უწოდებს. ზუკაგიშვილი გვიყვება, რომ მის სახლს ბზარები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოპირდაპირე მხარეს სამშენებლო კომპანიამ შენობის ნგრევა დაიწყო. გარდა ბზარებისა, ნონა ზუკაგიშვილის თქმით, ახალი შენობის აშენების შემთხვევაში მის სახლში დღის სინათლეც ვეღარ შეაღწევს. სამშენებლო კომპანია ალიანს ჯიმ დაიწყო მშენებლობა აქ ჯერ უკანონოდ დაანგრიეს ისა რა ქვია ისტორიული ძეგლები დაიწყეს სასტუმროს მშენებლობა და ასე დაანგრიეს ჩვენი სახლიც დაზიანდა ტრაქტორებით და იმით შემოიყვანეს გათხარეს საძირკველი ისა ჩაყარეს 9 მეტროიანი მილები და დასკდა სახლი. პურის მოედნის პირველ ნომერში მცხოვრები მოსახლეობა რამდენიმე წლის წინანდელ მომხდარ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ იმ ადგილზე, სადაც ახლა კერძო კომპანია ახალ შენობას აშენებს, ისტორიული ღირებულების შენობები იდგა. მაცხოვრებლები ყვებიან, რომ აღნიშნული ფაქტი კერძო კომპანიამ იყიდა და მას მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა ნაკვეთზე მდებარე შენობის რეკონსტრუქციის ნებართვა მისცა. სამშენებლო კომპანიამ მაცხოვრებლების თქმით შენობის დემონტაჟი სრულად მოახდინა, რითაც მათი აზრით კანონი დაირღვა. ორი უნებართვო დემონტაჟია განხორციელებული ისტორიული ძეგლების, რომლის ხელისხლება არ შეიძლება და პირველი უნებართვო დემონტაჟი რომ გააკეთეს ნაწილობრივი დატოვეს ავარიული კედელი და ჩემი კიბე 2 წელი დანგრატებზე იდგა. დავდიოდი ავარიულ კედელზე და ავარიულ კიბეზე. მომადგა ზიანი, დაიბზარა სახლის კედელი, აივანმა დაბლა დაიწია. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მშენებლობას, რომელსაც კომპანია ალიანსი ახორციელებს, კანონიერია. სარემონტო სამუშაოების მომიჯნავეთ მცხოვრებ ოჯახების მდგომარეობაზე ზრუნვა თავად კომპანიამ უნდა აიღოს. მენაშენე ვალდებულია, რომ მან უზრუნველყოს, რომ თავისი მშენებლობით არ მოხდეს სხვა მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანება და ეს მიზეზობრივი კავშირი არ იყოს ამ მშენებლობით, რასაც ახორციელებს მენაშენი. ეს პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, მენაშენს და ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ მიყენებული ზარალი მოსახლეობას უკვე აუნაზღაურდა. მათი თქმით, შენობის ნაწილი თავად ჩამოინგრა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს დემონტაჟი. რაც ითვალისწინებდა გამაგრებებს, ყველაფერი გამაგდა არის სახეზე. აქაც ახალი ცოცხალი კედელი და არის გამაგრება ახალი კიბე და თვითონ მოაჯირის აივნის გამაგრებულია, გაკეთებულია ეს, რასაც ითვალისწინებდა. დანარჩენს კეთდება შენებლობა დაწყებული ისე, როგორც პროექტშია მოცემული. არც ერთი დეტალი, არც ერთი ნახაზი არ არის გადასაწყვეტილი. პურის მოედნის ნომერ პირველში მცხოვრებ მოსახლეობას ადმინისტრაციული საჩივარი მერიის იურიდიულ სამსახურში უკვე შეტანილი აქვს. ვიდრე მათ საჩივარზე მოსმენა გაიმართება, ისინი ცხოვრებას კვლავ ავარიულ სახლში აგრძელებენ.